უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს ბრალს დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებაში სდებს. მისი განცხადებით, სამართალდამცავი უწყება ძირითადად მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, რაც მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ბაკურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივ კადრებს უნდობლობას უწყდებს. მისი მტკიცებით, უწყებაში ხშირად მათი დაწინაურებისაგანაც თავს იკავებენ. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ პროცესმა უკვე პოლიტიკური ელფერი შეიძინა. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისაკენ და შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ბაკურიძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში არაადგილობრივი სულ 6 კადრია დასაქმებული. ისინი საკუთარი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე შეირჩნენ. სოციალური სფეროთა და დამთავრებული მივედით უკვე იმ დონემდე, რომ ყველაფერი ეს გამოიხატება ანტიაჭარულ საკადრო პოლიტიკაში. საბოლოო ჯამში ეს შექმნის სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს რეგიონში და მე მიმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებას, რომ ვალერიან თელიას მსგავსი მოქმედება აღიკვეთოს და ბოლო მოეღოს იმ თვითნებობას და თავხედობას, რასაც ის ახორციელებს შინაგან საქმეთა აჭარის სამმართველოში.